ისიც უდიდესი გამოწვევა არის, რომ ხო, შენს უფროს შვილს რაღაცნაირად აუხსნა, რატომ ხარ აქ, იმიტომ რომ ანუ თვითონაც რაც წამოვიდით, სულ საქართველო აკერია პირზე, ბუნებრივია ძალიან ენატრება თავისი ბებო-ბაბუები და ასე შემდეგ, ყველა. და ხანდახან მეუბნება ხოლმე, რომ აი რაღაცნაირად ისეთი გულის ტკივილით და ესეთი ემოციით, რომ აი საერთოდ ვისი გადაწყვეტილება იყო აქ წამოსვლა. ძალიან საყვარელია ხოლმე. და მე იქ ვივლი სკოლაში და აქ არ მინდა და ნუ როცა რაღაცაზე გაბრაზდება, ვთქვათ ეს ემოციურად ამბობს ხოლმე. აქაურის სკოლიდან მოუწია წასვლა, რამდენი წლის არის? არა, 4-ის იყო ბაღიდან მოუწია წასვლა. მაგრამ ხო, ნუ ქართულად ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, სახლში. და წერა-კითხვაც ვასწავლე ქართული. ვუყურებთ ქართულ რაღაცებს, ქართული ფილმებიც ვაჩვენე უკვე და ძალიან მოსწონს, ვერისუბნის მელოდიები მოეწონა. ანა ბანას მღერის ხოლმე. რა თქმა უნდა, ჩემ მშობლებთან და ჩემი მექმრის მშობლებთანაც აქვს კონტაქტი და ანუ ქართული ყოველთვის არის მის ყოველდღიურობაში. რომ მოდის ხოლმე სკოლიდან და აი შემოაბიჭებს კარის ზღურბლს, უკვე ვამბობთ ხოლმე, რომ ინგლისურად აღარ, იმიტომ რომ მაინც რაღაცა პერიოდი იყო ხოლმე, რომ ეს ინგლისური სიტყვები იპარებოდა და იქვე თუ შეასწორებო, ნუ რაღაც ისეთი ფორმით და იქვე თუ რაღაცნაირად გადათარგმნი ამ სიტყვას, უკვე ბავშვის გონებაში იბეჭდება ეს ქართულად